მოგესალმებით შემოძვირფასებო. დღეს გავშვით ასეთ მინი გაშლას თემაზე ფიქრის ცნობა და მოქმედება. ანუ რას ფიქრობს კონკრეტულად ახლა პიროვნება თქვენზე, რას გრძნობს სიამდვილეში და მოქმედებას აპირებს. თუ გაინტერესებთ, როგორია მისი აზრები და გეგმები თქვენთან დაკავშირებით, დარჩით ბოლომდე ჩემთან, ძალიან საინტერესო გაშლა გველის წინ. არ დაგავიწყდეთ დავაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ მუდმივად მიიღოთ ახალი ტაროს გაშლები. და მოდი ახლა კონცენტრირდეთ საკუთარ თავზე, პიროვნებაზე, ჩაიფიქროთ პიროვნება, საკუთარი თავი და ნახოთ. რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს, ვაი. პიროვნება მომავალში თქვენს მიმართ. უახლოეს პერიოდი ჩაიფიქრეთ, მეც უახლოეს ორ კვირაზე ვშლით, თქვენთვის სასურველი პერიოდი ჩაიფიქრეთ. ნუ ნახოთ აბა. ფიქრი როგორ დამწუხრებული იყოს ეს ბიჭი. გრძნობა მოქმედება. ჩამოკიდებული კაცი ყავს ფონად ჩვენ. ფონად ჩვენთან არსებული ჩამოკიდებული კაცი უკვე გვაჩვენს, რომ ის მდგომარეობა თქვენთან დაკავშირებით თითქოს შეჩერებულია, ხო, სტაგნაციური მომენტი აქვს ახლა. ვერ დგამს ესე ვთქვათ აქტიურ ნაბიჯებს, თითქოს ყველაფერს სხვა კუთხით აკვირდება, თუმცა ამ მდგომარეობაში არის ხვერპლის განცდაც, თითქოს რაღაცას ელოდება და თვითონ თავს ასე ვთქვათ თქვენთან მიმართებაში სტოპ კადრში აჩერებს და აყოლინებს, ხო? ახლა ნახოთ ფიქრები. ფიქრები არის ხუთიანი ხმლები, კვერთხების დედოფალი და თასების პაჟი. ხუთიანი ხმალი მიგვითითებს იმაზე, რომ მის გონებაში არის დაპირისპირების განცდა, თითქოს თქვენი ურთიერთობა სავსეა კონფლიქტით, ან შინაგანი დაძაბულობით. ხო, ფიქრობს, რომ რაღაც ისე არ გამოვიდა, როგორც მას რეალურად სურდა, მაგრამ კვერთხების დედოფალი პირდაპირ გიჩვენებთ, რომ ფიქრში ის ხედავთ თქვენ როგორც ძლიერ და მიუზიდველ ადამიანს. თქვენს ამ ორ ძლიერ და მიუზიდველ მხარეს აკვირდება, ხო, თქვენში. თქვენ მისთვის ენერგიული, ქარიზმატული, მაგნიტური ხართ. ეს იმიჯი მას, ესე ვთქვათ, სულ უფრო და უფრო მეტად იზიდავს თქვენში. თასების პაჟი კი გვეუბნება, რომ მიუხედავად დაძაბულობისა და ესე ვთქვათ სიამაყის გრძნობისა, მას მაინც აქ ესე ვთქვათ სურვილი გამოხატოს რაღაც სიტყვა თქვენთან მიმართებაში, თუნდაც პატარა ჟესტით. ფიქრებში თქვენ მისთვის ემოციური მიმზიდველობა ხართ, რომელიც ესე ვთქვათ მას არასწორებს და მოსვენებას არ აძლევს. ეხლა გადავიდეთ ჩვენ მის გრძნობებზე, ეს არის კვერთხების რაინდი. კვერთხების რაინდი, ორიანი კვერთხები და მზე. თან ახლა ვაკვირდებ არკანებს მის. კვერთხების რაინდი პირდაპირ ენთუზიაზმზე გვესაუბრება, ვნების და ესე ვთქვათ სწრაფების არკანია, ნიშნავს, რომ მის გულში მას თქვენკენ ძალიან ძლიერი მოზიდულობა აქვს, იზიდავთ და ორიანი კვერთხები კი ასევე გვიჩვენებს, რომ მას ჭირდება არჩევნის გაკეთება, თითქოს რაღაც არჩევანია გასაკეთებელი, თითქოს გეგმავს, ფიქრობს, გზებს, ეძებს, როგორ მოვიდეს თქვენამდე, მაგრამ ჯერ კიდევ ორი ვარიანტის წინაშე დგას, არ ვიცი, ნებისმიერი ორი ვარიანტი შეიძლება იყოს თქვენ უკეთეთ. ამ სიტუაციაში რა არის ეს? მზე რეალობაში გველაპარაკება იმაზე, რომ უწრფელ სითბოს ბედნიერების განცდის, ასე ვთქვათ, განცდას განცდის, ხო, თქვენთან მიმართებაში. რეალურად მას გულში თქვენს მიმართ აქვს გრძნობა, რომელიც არის სუფთა, ნათელი და ბედნიერი ენერგია. ხვდებით, ეს არ არის აი თქოს სინათლე ხართ მისთვის ჩვეულებრივად და მისი ნათელი წერტილი ხართ ცხოვრებაში. და ბოლოს მოქმედებები, ხო, ხედავთ 6-იან პენტაკლების ტუს პენტაკლებში ვართ, მაგრამ ეს ბოლო არკანი მაინც და მაინც სახაცრიანი ხმალი მაინც ამას გვიფუჭებს მდგომარეობას, ხო, აი რაღაცა პატარა ის მაინც გამოერია. 6-იანი პენტაკლი ნიშნავს, რომ მისი ნაბიჯები შეიძლება იყოს რაღაცა მცირე შეთავაზების ფორმაში. ხვდებით, თითქოს დახმარება, ყურადღების გამოვლენა, წინასწორების აღდგენა თქვენ შორის, ხო, ეს ჯერ არ არის, ასე ვთქვათ, დიდი გრძნობის აფეთქება და მოქმედების, ესე ვთქვათ, აპრიორი, არამედ უფრო რაღაც უფრო ცოტას მოგცემ, ცოტას გაჩვენებ, აი ეს ჟესტია მისი მხრიდან. პენტაკლების ტუზი გვეუბნება, რომ მის გეგმაში არის რეალური, კონკრეტული საწყისი თქვენთან მიმართებაში, ის არ არის მხოლოდ სიტყვებში, ხო? ნიშნავს, რომ სურვილი აქვს რაღაცას საფუძველი შეუქმნას თქვენთან ერთად, ახალი შანსი მისცეს თქვენთან ურთიერთობას, ხო, ან ნუ განავითაროს ეს მყარად და გრძელვადიანად. მაგრამ ცხრიანი ხმალი აქ, ესე ვთქვათ, აჩენს მის შიშებს და ღამეების უძილობას, ფიქრებს, წუხილს, ვაივაგლას, ხო, ესე ვთქვათ, მოქმედებაში ჩანს, რომ როდესაც ნაბიჯის გადადგმის დრო მოდის, თქვენთან ერთებაში შფოთავს, შიშებში ვარდება,
აი რა ვიცი რა თითქოს ძალიან ნიშნია რომ შეიძლება ეს შანსი დაიკარგოს და ვერ გადმოდგას თქვენთან ეს ნაბიჯი რაღაც აი შეშინებული პიროვნება ყავთ ესეთი ჩაფიქრებული ხო ნუ ხარ რა თქმა უნდა ეს არჩევნიდან გამომდინარე აქვს რაღაცა შიშები თუნდაც ძველის დატოვება ახალში გადასვლა ახლიდან დაწყება ცხოვრების თუნდაც ეს შიშები იყოს ხო ფიქრებში აქვს რეალურად დაძაბულობა, ემოციური მიზიდულობა, მაგრამ თქვენზე როგორ ძლიერდნენ მიდელ ქალზე ფიქრობს ამავდროულად, გულში სუფევს სითბო თქვენთან მიმართებაში, ენთუზიაზმი აქვს, ასე ვთქვათ, თქვენთან ყოფნის მისთვის ბედნიერება თქვენთან ყოფნა რეალურად, მოქმედებაში კისურს, ასე ვთქვათ, პატარა ნაბიჯებით მოვიდეს რეალური საფუძველი შექმნას, თუმცა შფოთვა და შიში აჩერებს და აქედან გამომდინარე იწელება და პენტაკლებს გადაცეць გადაწერილი პერიოდის მაჩვენებელია, ხო? ანუ ეს არის რეალურად მისი ფიქრი, გრძნობა და მოქმედება თქვენთან მიმართებაში. ანუ ყველაფერი იქნება, მაგრამ მოგვიანებით ცოტა გვიანი. შეიძლება არ იყოს კვირების ჩვენება უფრო ფიქრობ 2 კვირიდან 2 თვემდე. ან თუ ერთი კვირა ჩაიფიქრეთ 1 კვირიდან 1 თვემდე. რეალურად ის თქვენი ჩაფიქრებული ვადა არ იქნება ზუსტად ის ვადა, უბრალოდ გადაიწელება, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო გვიან პერიოდზე. სულ ეს არის შემოკარგება, რის თქმაც, რომ სურდა თქვენთვის მის ფიქრსა, გზობაზე და მოქმედებას. მშვიდობიან დღეს გისურვებთ, კარგად იყავით.